სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არც ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასრულოთ თქვენ და სრულიად საქართველო ამინ. დღევანდელ დღეს დანო და ძმანო მოგეხსენებათ რომ დიდი ხუთშაბათი ამ კვირის თითოეულ დღეს ასე ეწოდება როგორც დიდი, მაგრამ დიდ ხუთშაბათს თავისი ისტორია აქვს ისე როგორც თითოეულ დღეს. ეს კვირა თქვენ კარგად მოგეხსენებათ იმიტომ რომ არაერთი ვისაუბრია ამ თემაზე რომ მარხვათაც კი არ იცვლება. ანუ ჩვენ მარხვას რას უწოდებთ იცით? 40 დღის მარხვას, ანუ 40 დღიან მარხვას. და 40 დღე თავდება გზობის დღესასწაულს. მე-40 დღე მარხვის დაწყებიდან გადის ზუსტად გზობის დღესასწაულზე. მაშინ რას ნიშნავს ეს დღეები? როგორც აღდგომა არის აღმატებული ყველა დღესასწაულზე, ზუსტად ესე არის ეს დღეები აღმატებული მარხვაზე. მარხვაზე უფრო მეტია შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ შენ მარხულობდი იმისთვის, რომ სწორედ ამ დღეებისთვის უმზადებო. ანუ გესწავლა ამ დღეებში ცხოვრება, სწორედ ამისთვის მარხულობდი. რა არის ამ დღეებში ცხოვრება, იცით? რატომ ქვია მას დიდი ორშაბათი, დიდი სამშაბათი, დიდი ოთხშაბათი? იმიტომ ქვია რომ თითქოს და შენ რაღაცნაირად წყვეტ დროის ამბიტიმას აღქმას რაღაცა შენს გონებაში თითქოს ეს ყველაფერი ისე იკარგება და გადაინაცვლებ შენი მთელი სულით და გულით და იმ მოვლენებს თანაშეისმიანები და იმ მოვლენებს გაესწრები, რომელი მოვლენებიც აღესრულა ქრისტეს დროს, ქრისტეს ჯვარცმის წინ აი იმ კვირის განმავლობაში. ეს იყო ორშაბათი, როდესაც ის ტაძარში მივიდა და იქადაგა, ეს იყო სამშაბათი, ასევე როდესაც ტაძარში მივიდა და იქადაგა, ოთხშაბათი, როდესაც მისი გაცემა მოხდა ქადაგების შემდგომ, ხუთშაბათი, როდესაც დაწესდა ზიარების დღე. აი დღევანდელ დღეზე მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვა და ამიტომ მოვღწევი ეს ამხელა ამბავი, რომ ჩვენც ეხლა თუ კი დროში მოგზაურებთ და გვარქვევს ვინმე, არავინ იფიქროს რომ რომელიმე ლიტურგია შეიძლება აღესრულებოდეს დროში და აი ამ წამს. ეს რა თქმა უნდა ჩვენი ფიზიკური თვალისთვის ეს ასეა, მაგრამ ყოველთვის ქრისტე არის თვითონ შეწირულიც და შემწირველიც. მღვდელი უბრალოდ იარაღია. ისევე როგორც აღსარების დროს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი საიდუმლოების აღსრულების დროს, აი თქვენ უნდა დააკვირდეთ ხოლმე ამ მოქმედებას. მღვდელი არასდროს არ ამბობს. მაგალითად აღსარებაზე მოსულ ადამიანს არასდროს არ ეუბნება რომ მე შენ მოგიტევებ ამ სოფლებს. არა, ღმერთმა შეგინდოს ეუბნება. ეს იცით რას ნიშნავს, რომ მღვდელი არის მოწმე, როგორც ჯულში წერია, რომ ორი კაცი მინიმუმ უნდა იყოს, რომ დამოწმდეს ესე იგი შენი სიმართლე. ერთი შენ ხარ და მეორე მღვდელია, რომელიც ხის წინაშე ამოწმებს სწორედ აი ამ შენ სიმართლეს, რომ შენ ინანიებ რაღაცა ცოდვას. მოხვედი და შენდობას მღვდელი კი არ იძლევა, შენდობას ღმერთი იძლევა. მღვდელია მოწმე. ისევე როგორც ზიარების დროს ქრისტეა თვითონ შეწირული, ქრისტეს სისხლი და ხორცია თვითონ თავისივე სისხლი და ხორცი თავად, როგორც სახარებაში წერია, რომ მიიღეთ და სჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი თქვენთვის განდეხილი და სვით ამისგან ესე არის სისხლი ჩემი თქვენთვის დათხეული. და რას ამბობს შემდგომ? ამას ყოფდეთ მოსახსენებლად ჩემდა. რაოდენ გზისცა სჭამდეთ ხორცს ამას და სისხლს ამას მიდეთ, სიკვდილსა ჩემსა აღიარებდეთ და აღდგომასა ჩემსა მიუთხრობდეთ. აი ეს გახლავთ ნამდვილი და ჭეშმარიტი მსახურების აზრი. ჩვენ ძალიან ხშირად, როდესაც ვსვავთ კითხვას, როდის უნდა ვეზიაროთ, რამდენჯერ უნდა ვეზიაროთ და როგორ მოვემზადოთ, აი ეს გახსოვდეთ, ყველას ყურში გქონდეთ, რომ აუცილებელია ქრისტეს გარეშე ცხოვრება შეუძლებელი, იმიტომ რომ წყარო სიცოცხლისა ის არის, წყარო ნებისმიერი სიკეთისა, წყარო იმისა, რომ ძალა აღმოგაჩნდეს, რაღაცა გადალახო, რაღაცა სიძნელე შენ ცხოვრებაში, ცოდვას აჯობო, რაღაცა ამქვეყნიურ თითოეულ ღიურ შემოტევებს. ამისთვის შენ გჭირდება გამოყენებულად ქრისტესთან თანაცხოვრება. ამისთვის გჭირდება შენ ეს თანაზიარება მისი სისხლისა და ხორცისა და ის ამავდროულად გეუბნება. ეზიარები, ამას ყოფდე მოსახსენებლად ჩემდა. და რას ნიშნავს ეს მოსახსენებლად მის? განამარტო ის უნდა გავიხსენოთ, რომ ჯვარს გააკრეს და აღდგა. არა, ყველაფერი უნდა გაიხსენო, რაც მან მოძღვრებად დაგიტოვა. უნდა გაიხსენო ის, რომ მან იქადაგა და ასეთი რამ თქვა, რომ ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა, ნეტარიყვნენ დევნული სიმართლისათვის. ითქვა, რომ თქვენ ხართ მარილი სოფლისა. იქ თქვენ გითხრათ რომ და მეც თქვენთან ერთად რა თქმა უნდა გითხრა რომ
არა მარტო ის, რომ ვინც თქვა ცოდვით დაეცემა მრუშობაში, ის არის მრუში, არამედ ვინც გონებაში გონებით დაეცემა და გაყვება თავის გონებით და იმრუშებს, მრუშია. არა მარტო ის არის მკვლელი, ვინც ფიზიკურად გაგუდავს ადამიანს, არამედ ვინც გაიფიქრებს ადამიანზე ცუდს და ბოროტებას, ისიც მკვლელობის თვალსაჩინო არის. აი ეს ყველაფერი, როდესაც ზიარებისთვის ემზადები, უნდა გახსოვდეს ადამიანს. აი ეს ყველაფერი გიანდერძა შენ ქრისტემ, რომ ამას ყოფდეთ მოსახსენებლად ჩემთან. და მოხსენება კიდევ ერთხელ ვიმეორე, არა მხოლოდ იმისა, რომ ჯვარზე გააკრეს, არამედ თითოეული აი ამ ხადაგებისა სიტყვა ჩვენ უნდა ხოში ჩაგვესმოდეს, ამას უნდა კარგად გამოვიძიებდეთ, თითოეულ დეტალში უღრმავდებოდეთ და ასე ხდება საკუთარი თავის შეცნობა. და არა ისე, როგორც ურაპატრიოტიზმს ახასიათებს ხოლმე, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები, იძახიან ხალხი, გულზე ჯილს ირტყავენ, მაგრამ არაფრით არ ეთყობათ მათ, რომ ისინი რაიმე ქრისტიანები არიან. ერთხელ ერთმა ადამიანმა მითხრა ასეთი რამ, რომ აღსარებაზე იყო ჩემთან მოსული და აღსარებას ჩაგაბარებდა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ვინ არის ჩემი მოძღვარიო და გამიკვირდა არც მომითხოვიან. რატომ მეთქი თავინტერესი? იმიტომ რომ ასე მითხრა, რომ სირცხვილიაო, შენ როგორც იქცევი, არ შეფერებო მრევლის წერობას და არ თქვა გემაიცო მოძღვარი ხალხო ისე მიდი და ისე ჩააბარე აღსარება. ეს უცხოეთში ხდებოდა და არ ყავდა მოძღვარი ახლა სწორე მასთან მივიდოდა, მაგრამ ანუ რისი თქმა მინდა იცი ამით, რომ ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობს სახარებისეული წესით, ადამიანი, რომელსაც არა მხოლოდ ფორმალობა არის მისთვის, რომ მოვიდა აქ და ან ეზიარა, ან მოვიდა აღსარება, ან მოვიდა რაღაცა ზეთი იწყო და არაფერი არ შეიცვალა მაშინ. არც ეს მოგონება არ აღიძრა მაშინ, ეს სახარებისეული მოგონება, რომ რა ქადაგება დამიტოვა ქრისტემ, ან რა ტკივილი მიიღო მან ჩემს ნაცვლად, რა ტკივილი გადაიტანა მან ჯვარცმისას, რომ მე ჯოჯოხეთის კერძი არ გავხდარიყავე, ამისი გახსენება თუ არ არის შენს თავში, აბა მაშინ ისთვის ვეზიარებ. აბა მაშინ რატო ვქვია ქრისტიანები? ამიტომ საქციელზე უნდა გვეთყობოდეს, ცხოვრების წესზე უნდა გვეთყობოდეს, რომ ასე მოფიქრალი ადამიანები ვართ და ასე ხდება შეწყალება, ასე ხდება ცოდვათა მიტევება, სხვანაირად არა. სხვათა შორის, ძველ ხმაში ერთი საოცარი ისტორიაა და არ მინდა დიდხანს დაგვალოთ, წელიფსახურება იყო ისედაც, მაგრამ მინდა გავიხსენო, ეს ეხება თითოეული ჩვენგანი ცხოვრებას და როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება აღსარებასთან და ზიარებასთან. მაშინ იყო ასეთი წესი, თუ რომელიმე ადამიანს კეთრი აღმოაჩნდებოდა, თუ დაინტერესებით გეტყვით, რომ ლევიტელთა წიგნში წერია ეს, მაგრამ რომელი თავი არ მახსოვს, ასე რომ თავიდან ბოლომდე წარკი. ლევიტელთა წიგნში წერია ასეთი რამ. თუ ადამიანს აღმოაჩნდებოდა კეთრი, უნდა მისულიყო მღვდელთან და მღვდელი შეამოწმებდა მას და თუ კი დაადასტურებდა, რომ მას კეთრი ჰქონდა, იტყოდა, რომ უწმინდურია, ის უნდა წასულიყო და უნდა ეცხოვრა ესე იგი საზოგადოებისგან შორს, რომ ეს გადამდები დაავადება მოიხსენებათ, რომ ვინმე არ დაეზარალებინა. თუ კი მღვდელი იტყოდა, რომ არა ბატონო, ეს კეთრი არ არის და უბრალოდ რაღაცა დაავადება, მგლები ამას სწავლობდნენ, სპეციალ არ გეგონოთ რომ ისე ჰაერზე ამბობდნენ ხოლმე რაღაც დასკვნას. რა თქმა უნდა, გადიოდნენ ამის სწავლებას, მგლებს უნდა დაედასტურებინა, რომ ან იყო კეთრი, ან არ იყო კეთრი. გახეთ როგორ ხდებოდა, თუ კი ადამიანი მივიდოდა და იტყოდა, რომ აი ხელზე რაღაცა გამომაჩნდა და აჩვენებდა მგლს ამ ხელს. და ეთყოდა და დადასტურდებოდა, მგლელი ეთყოდა, რომ ეს კეთრია. ის უნდა გასულიყო და წასულიყო და გამოცხადდებოდა, რომ არა წმინდა ეს ადამიანი, თალკე უნდა წასულიყო. მაგრამ თუ კი ადამიანი მოვიდოდა და დაზიანებული იყო თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე, ზუსტად ასე წერია. თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე გამოცხადდებოდა, რომ წმინდაა. წმინდური არა. მაგრამ საზოგადოებაში ვერ იცხოვრებს, იმიტომ რომ მაინც კეთრი არ გადაეძოს ვინმეს. მაგრამ კეთრი, რომელიც მხოლოდ ხელზე ან სახეზე ან ზურგზე ან სხვა არ აქვს მნიშვნელობა სადმე ქონდა ფეხზე ადამიანს, გამოცხადდებოდა უწმინდურად. თუ კი კეთრი ქონდა თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე, გამოცხადდებოდა წმინდად. სულ მაინტერესებდა რას ნიშნავდა ეს, რომ მარტო ხელითაა უწმინდური და მთლიანი ტანით თუ დაზიანებულია, რატო არის წმინდა. აი ეს არის ჩვენი დამოკიდებულება აღსარების მიმართ. როდესაც გონია, რომ რაღაცაში არ ხარ დამნაშავე, მაშინ უწმინდური ხარ. მაგრამ როდესაც გონია, რომ თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე მთლიანად ხარ ცოდვილი, ამ შეგნებით ზიარება არის სწორედ ზიარების ღირსება. და არა ის, რომ მამაო, რა ვიცი, კაცს არ ვკრავ. თითქოს მადლობა უნდა გადაგიხადოს ამისთვის ვინმე, რომ კაცს არ ვკრავ. ანუ მადლობა უნდა გამოვაცხადოთ, რომ კაცს არ ვკრავ? არა.
როდესაც განცდა გაქვს შენი უღირსებისა თმის ღერიდან ფეხის ბჭყილამდეა ეს განცდა და არა ცალკეულ მომენტებში რომ რახან არ კლავ ამიტომ წმინდანიო თუმცა კი ისე განვიკითხავ რომ ჯობდა მომეკლა ხანდახან ამაზე არ ფიქრო ეს არ მადარდებს ეს არ მაწუხებს ამიტომაც იფიქრეთ ასე იმსჯელეთ ასე გაიხსენეთ ამას ყოფთით მოსახსენებელად ჩემ და სულ იყოს თქვენს გონებაში რომ ღმერთი ჩვენ ამას გვეუბნება რომ უნდა გვახსოვდეს მისი მოქმედება მისი სიტყვა მისი ჯვარცმა და მისი აღდგომა გამოდნებით თუ იქნება ეს ჩვენს გონებაში მაშინ ვიქნებით რა თქმა უნდა ღირსებით მისული ზიარებასთან რისთვისაც მოგვეგება სამარადისო საუკუნო სიცოცხლე ამინ და ასე დავამთავრებ დღევანდელ ჩემს სიტყვას რომ ზიარების წინა ლოცვებს როდესაც კითხულობ იქ სამი ფსალმუნია 22 23 და 115 დავით მეფსალმუნე რომელმაც ეს ფსალმუნები დაწერა ცხოვრობდა ქრისტემდე 10 საუკუნით ადრე მან დაწერა ასეთი რამ რა იმაგო უფალ საფავლისავეთვის რომელი ესე მომაგო მე ეს არის შეკითხვა ოღონდ რიტორიკული შეკითხვა ანუ რით გადავეხადო სამაგიერო ყველაფერი იმისთვის რასაც უფალი მიკეთებს მე და გამიკეთებ იქვეა პასუხი გაცემული სასუმელი ცხოვრებისაი მოვიღო და სახელსა უფლისა სამხატო დავით მეფსალმუნე რომელსაც სახარება არ ჰქონდა წაკითხული ზიარების წესი ნანახი არ ჰქონდა მან თქვა რომ სასუმელი ცხოვრების ანუ ბარძიმთან უნდა ვიყო ახლოს და სახელსა უფლისა სამხატო ნიშნავს იმასაც მაცხოვარმა ბრძანა ამას ყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა სახელსა უფლისა სამხატო ნიშნავს მისი სახელის მოხმობას მისი ქადაგების გახსენებას მისი ცხოვრების გამუდმებულ შენს მეციერებაში ყოფნას და მისი ცხოვრებას რომ ის იყოს შენში და შენ იყო მასთან ამინ. ვერთხან დალოცვითი და გახარებული გამყოფო ყველა